არ მივესალმები ედგარს. მოგესალმებით მეგობრებო. გადავწყვეტე დავიწყო ჩემი YouTube არხი და პირველი ვიდეოს, რასაც მე შემოგთავაზებთ, იქნება აკაუნტის გახილვა. თავიდანვე მინდა თქვა, დაცინვებს მოდი არ ვიყოთ, დამწყები ვარ, ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს გასავლელი. არ ვიყოთ დაცინვებს, კი? ლედ პროექტშიაც მინდა განვიხილო არის ჩემი საყვარელი ბრაულერი და რატომ არის ის. ჩემი საყვარელი ბრაულერი არის სპაიკი. სპაიკი ძალიან ძლიერი ბრაულერი არ არის, მაგრამ მომწონს, სოლიდური ბრაულერია, შემიძლია მე მითამაში, კარგადაც ვთამაშობ და უბრალოდ დემეიჯი მაღალი აქვს, ამიტომ მომწონს. ასეთ ეს ჩემი ბატლ კარდი, მომავალში ვცდილობ რომ ვიყიდო კაი აიკონები და უფრო კაი ბატლ კარდი ავაწყო. მოდი გადავიდეთ რანგედებზე. რანგედებზე დიდად მაღალზე არ ვარ, ვერ ვიტყვი. მაგრამ ამ თვეში ვცდილობ რომ ავიდე მითიკზე. იმიტომ მარტო თამაშობ ძირითადად არ მეხმარებიან ჩემ მეგობრები, ბევრიც არ თამაშობენ, არ მეხმარებიან. ძირითადად მარტო თამაშობ და დახმარება არ მაწყენდა. თუნდაც შემოვატა მეხმარება, აიდი აქცია, შეგიძლიათ წაიკითხოთ. თუმცა იცოდეთ. ასევე გამოვიდა ახალი სეზონი. ეს კი არის ჩემი box small trophy box opening-ი, პატარა opening-ი. ხო, კი. როგორც ხედავთ, გავხსენ trophy box-ი, მაგრამ დიდი ვერაფერი ვერ დავაგდე. 3 კლიკზე ამეციმციმა და ეს GT Max სისულელე სკინია ეს ჩემი აზრით, ფერსულის არაფერი არ არის. Spike-ის epic pin-ი ეგ მომეწონა. ეს იყო ჩემი mini opening-ი, ესე ვთქვათ. გადავცვალე ბრაულერი ლუმიზე, რადგან OP არის ჩემთვის ძალიან ძლიერი ბრაულერია. და მოდი გადავიდეთ თასებზე. თასებზე როგორც თქვი, დაცინვა არ იყოს 16,000. ამიტომ არ გვინდა დაცინვები და რაღაცები, დამწყები ვარ, იცით და მოკლედ. გადავიდეთ უკვე ბრაულერებზე. ბრაულერები მე ისეთ დროს დავიწყე. ისეთ დროს დავიწყე 25-ში, ისეთ დროს დავიწყე ბრაულერების აკაჩვა და ბევრი ბრაულერების აღება უბრალოდ ძნელი არის pay to win გარეშე რა. ამიტომ არ მყავს ბრაულერები დიდად გაძლიერებულნი და შესაბამისად არ მაქვს უფრო მაღალი თასები მასზე. რაკეტებისთვის უბრალოდ გავაძლიერე იყო. რაკეტებიც ვაძლიერებ ხოლმე 9-ზე, რათა ვითამაშო როგორმე. და მოდი გადავიდეთ სპაიკის განხილვაზე. სპაიკზე მაქვს master gold 1. ბევრს თამაშობ, ძირითადად სპაიკით ვთამაშობ. მაქვს ორივე გაჯეტი საფავორი, კი გიარები ყველაზე კაი სპაიკის მქონი ეს გიარები არის. Hyper charge არ დამიგდია და სკინიც არ მაქვს. მომავალში ვაპირებ იდო სკინს. ყველაზე მაგარი სკინები შეიძლება ვთქვათ, რომ მაქვს ბიბიზე. ბიბის ეს სკინი ზომბიბი ძალიან მომწონს. სუპერის ანიმაცია, დარტყმის ანიმაცია. პინს აქვს საკუთარი ზომბიბის და უბრალოდ ძალიან ლამაზი სკინი არის ჩემი აზრით. და wishes be მეს რანკედებიდან დავაგდე. არ არის უფრო კაი ზომბიბიზე. ძირითადად ზომბიბის ვიყენებ, ვიდრე wishes be-ს. რომ უკეთესი სკინია ჩემი აზრით. გასზე სკინი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გასი ყველაზე ძლიერი ბრაულერი არის ჯერჯერობით ამ თამაში. იქიდან გამომდინარე, რომ საპორტერი არის, ძალიან მაღალი დემეიჯის გაკეთება შეუძლია, თიმეიტების დახმარებაც, ძალიან ძლიერი ბრაულერია. თითქმის ყველა ბრაულერს აკანტერებს და შეუძლია ყველა ბრაულერს აჭრობას. კი არის სპაიკი ჩემი საყვარელი, მაგრამ მეგასი უბრალოდ უძლიერესი არის ჩემი აზრით. მორტის ეს სკინი არ მაქვს საინტერესო არაფერი, მაგრამ წინა კვირას დავაგდე ჰაიპერჩეით და ვაპირებ რომ მორტის გავაძლიერო Power 11-ზე 11-ზე.
შემდეგი რაც არის პოკოზე მაქვს ძალიან კარგი სკინი. გაჯეტით საიდანვე მაქვს, არ ვაძლიერებ ისეთ პრობლემებს, რომელსაც არ ვიყენებ პოკოზე. კაი სკინი მაქვს. დავაგდე რანკედებიდან და მგონი ლამაზი სკინია მე მომწონს პირადად, ანიმაცია ძალიან ლამაზია, თავის პინი ძალიან ლამაზი აქვს. მომწონს მე პოკოს ეს სკინი. მოდი გავიხელო ახლა ელ პრიმოს, ელ პრიმოზე არ მაქვს კაი სკინები, მაგრამ მაქვს ორი სკინი. ეს არის ელ ატომიკო და ვამპრიმო, ოკეი. ჩემი ერთ ძლიერი ბრაულერი არის, რა თქმა უნდა, საუკეთესო ტანკი არ არის, მაგრამ ძლიერი ბრაულერია. კაი. ასე დინამიკს ეს ულამაზესი სკინი მაქვს. შეიძლება ითქვას საუკეთესო სკინიც მაქვს, თუ აჩავთვლით ზომბიბის. ეს უფასო რომანტიკ დაინამიკი, რა თქმა უნდა. ეიტბიც ეს რეი სკინია გონი. კი, არაფერი არის, უბრალოდ ბრაულერის მოდელი არის შეცვლილი. პენიზე არ მაქვს სკინი, კარლზე მაქვს ეს ჰოგვაიტერ კარლ. ეს არის Clash of Royal Clans არის ეს თამაში. აქედან დავაგდე რანკედებში, ჩემი ეს ლამაზი სკინი არის. ემზეც მაქვს ეს სკინი, მაგრამ მე მგონი არის კი რეირი არის, არაფერს არ ცვლის უბრალოდ ტექსტურას და ბრაულერის მოდელს. სტუზე მაქვს ორი სკინი, სუპერსტარ სტუ, რომელიც დავაგდე epic სტარჯობიდან როგორც მახსოვს და wix თუ კი ვიყიდე. მომწონს მე wix-ს სკინი, ვიცი სუპერიარი არის, ანუ არ ცვლის არაფერს, მაგრამ მაინც ლამაზი სკინი არის, მე მომწონს. თანაც იაფიო. შემდეგში ალბათ ვაპირებ რომ ჯოქს თუ ვიყიდო, ჯემებს ამჟამად ვაგროვებ, რათა შევიცვალო ჩემი სახელი ალბათ, რადგან უფასო უკვე გამოყენებული მაქვს და მინდა შევიცვალო. სახელის განხილვაზეც მალე გადავყავთ. ასევე მინდა ლაპარაკო პაიპერზეც, აქ სალაპარაკო ხომ არაფერი არ არის, თქვენთანაც, თუმცა ასევე ბიზე მაქვს ეს ულამაზესი სკინი, არ არის საუკეთესო, მაგრამ აქვს თავისი ლამაზეც. ეს თვითონ თავის თემატურობა Cartoon Studios, ეს სკინები ძალიან მომწონს და აი ამ სპაიკის სკინის გახსნაზე მეტი არაფერი არ მინდა ალბათ. ედგარზე ხოიც არაფერს არ ვილაპარაკებ, ედგარს ადრე ვთამაშობდი, ვქაჩავდი, ეს სკინი მაქვს. ცხოვრებაში მე ამ ბრაულერს არ ვითამაშებ, შეიძლება ვთქვა. გრიფზე სკინი არ მაქვს, არც გაჯეტი, არაფერი. გრომზე კი მაქვს გაჯეტი, ვაპირებ ალბათ იდო ეს სკინი, კი. სემზე მაქვს Dark Clown Sam სკინი და Sam Zitedi. მგონი ორივე სკინი არ არის ცუდი, მომწონს მეორე სკინი, ეს არის სუპერ სკინი, მაგრამ ჩემი ერთ epic სკინით შეიძლება იყოს, რადგან ეფექტებს ცვლის ანიმაციასაც და ტექსტურასაც. ანიმაცია ბრაულ მოდელი, უბრალოდ თემატურობა არის ჩემთვის ცოტა მიუღებელი, არ მომწონს მე ესეთი თემატურის სკინები. აი. ამიტომ დიდად არ მომწონს მე Dark Clown Sam. მაქსიმ გონ დავაგდე ახალი სეზონიდან ეს მაქსის სკინი სეზონის ბოქსიდან არაფერი. ბიჭ ბაირონი, ანუ ამაზეც ლაპარაკი არ მინდა ალბათ, იმიტომ რომ ერთ და იგივე სკინია. შელი არასოდეს, ანუ არც ამიქაჩი არც გამძლეებს, შელი არ თამაშობ, შეიძლება ვთქვასო. ბარლიც არ გამძლიერებია, მაგრამ ეს უბრალოდ Wizard Ball-ი უფასო სკინი. როზათიც არ თამაშობ, აი ჯესითი შეიძლება ითქვას, რომ ხანდახან თამაშობდი, მაგრამ არც მქონია შანსი რომ გამეძლიერებინა და მხოლოდ ეს სკინი მაქვს. ტიკითაც არ თამაშობ, არ მომწონს ტიკი ბრაულერი თვითონ. ბოზე მაქვს ეს სკინი, არც ბოთი არ თამაშობ.
და ფრენკი მინდა შემდეგში გავაძლიერო, რათა ავიღო მის ჰაიპერჩერჯი, როგორც ხედავთ, გახსნილი მაქვს. მაქვს ეს სკინი, მგონი ლამაზი სკინიც არის. შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო სკინი არის, მაგრამ კარგი სკინი არის კი. ფრენკი ახალი დაგდებული მყავს, ჯერ არაფერი არ მიქნია მისთვის, არც გამიძლიერებია. უბრალოდ ეს სკინი მაქვს. ლოუი და ლოუი უბრალოდ ამ ბრაულერით არ ვთამაშობ, ბოსტაიერზე ავიყვანი ადრე და მაგის მერე რაც მითამაშია. მიფლი პიცა პლანეტაში ვიდე, ხოლო ჯეკს არც ვიყენებ 5 power level-ზე მყავს და ჯენეტი ახალი დაგდებული მყავს, გუშინ წინ დავაგდე ჯენეტი. ყველაზე მეტად მე ბრაულერები არ მომწონს როზა და ჯეკი. მათი ვერ ვთამაშობ ამ ბრაულერებით და არც მომწონს თვითონ თემატურობა, არ მომწონს ბრაულერი თვითონ. თუ გინდათ ჩემი დახმარება, რა თქმა უნდა შეგიძლიათ დამეხმაროთ, ვინც გამოიწერს ახს და დალაიქებს ვიდეოს. ძალიან კარგი იქნება თუ დალაიქებთ ვიდეოს და გამოიწერთ არხს. დამწყები ვარ და მინდა რომ content creator აიკონი ავიღო და მინდა რომ content creator-ი გავხდე ჩვეულებრივი ნორმალური ქართველი content creator-ი. ასევე ახალ სეზონზე მინდა თქვა რომ ვაპირებ ბოლომდე გამაქვსვას. ფული არ არის, ვერ ვიყიდი Brawl Pass Plus, Brawl Pass, ვერ ვიყიდი. ფიზიკურად ვერ ვიყიდი, ფული არ მაქვს. ვაპირებ რომ 50 ტაიერზე ავიყვანო და ბოლოში გადავიღო სუყალა სტარდროპის გამაქვსვას. გახსნა. გადავიღო ბოლოში სუყალა სტარდროპის გახსნა. ეგ ვიდეოც ალბათ როცა შევასრულებ მისიებს და როცა მექნება საკმარისი, მე დავდებ. მალე ლუმისაც გავხსნი, რაც ძალიან კარგი არის და სანამ დავსრულებ ვიდეოს, მინდა ვილაპარაკო ჩემს სახელზე. MFS. მოკლედ, ეხლა ვხსნი რაც არის. ვინც ამ ვიდეოს უყურებს, პირველი ვიდეო და OG არის, როგორც ვთქვათ, OG. ეცოდინება თუ რატო არის ჩემი სახელი MFS. MFS ნიშნავს, ჩემი in-game სახელი. თავიდან დავიწერე My Feet Smell 1 2 3. ეცოდინებათ ალბათ ვინც ინგლისური ცოტა მაინც იცის, რას ნიშნავს ეგ, რა თქმა უნდა. ეცოდინებათ და ამის ინიციალები გამოვიყენე My Feet Smell MFS. უბრალოდ 1-2-3 აღარც დავამატე, რადგან ურევდა და არ მომწონდა უბრალოდ ჩემს სახელში. და BS გამომდინარე Brawl Stars-დან. ვაპირებ რა თქმა უნდა შევცვალო ჩემი სახელი. ჯემები არ არის. შეიძლება დავეკონტაქტო Supercell-ს და ვკითხო რომ შემიცვალონ სახელი, მაგას ეგეც შეიძლება ვქნა. ამით დავასრულებ დღეს ვიდეოს. შეგხვდებით შემდეგში. შეიძლება გქონდეს ბევრი კოლაბებიც, ამიტომაც დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გააქტიურეთ საისხლი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. Peace.